ასოცირების ხელშეკრულება ჯადოსნური თევზი არ არის. ექსპერტები ერთხმად აღიარებენ, რომ ევროკავშირთან ეკონომიკური დაახლოება საქართველოს განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა არსებობს გამოწვევებიც. სატარიფო პოლიტიკა, ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა და სამართლებრივი აქტების დახვეწა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას დაძაბული მუშაობა ელის, შედეგი კი მარიფათიან პოლიტიკაზეა დამოკიდებული. ვაჭრობის ეს დოკუმენტი მოითხოვს მუდმივ მონიტორინგს რაოდენობაზე, შეფუთვაზე, სხვადასხვა პროდუქტების მიხედვით. ამიტომ უნდა შეიქმნას ცალკე ინსტიტუტი, რომელიც მუდმივად ამაზე იქნება დაკავშირებული. ყოველდღიური, რუტინული, მაგრამ ძალიან დაძაბული მუშაობა ჭირდება ამას. ეს არ არის ერთი და ორი გასაღების საკითხი. აქ არის ბევრი გასაღებია, რომელიც ამ კლიტეს ხსნის. ხელისუფლებაში გამოწვევებისთვის მზად არიან. ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის მთავრობა სპეციალური გეგმით მუშაობს. მიზანი მაქსიმალური სარგებლის მიღებაა, თუმცა აცნობიერებენ, რომ სამუშაო ბევრია. უფრო ინტენსიურად გავაგრძელებთ რეფორმების გატარებას და შევქმნით მყარ საფუძველს ასოცირების შესახებ შეთანხმების განსახორციელებლად. ამასთანავე ჩვენ ვართ მზად დროულად დავასრულოთ ასოცირების დღის წესრიგის შემუშავება და გვჯერა, რომ ამ საქმეში სათანადო მხარდაჭერას მოვიპოვებთ ევროკავშირის მხრიდან. იქნება სირთულეები, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვიწევს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება, რა თქმა უნდა, იქნება ეკონომიკისთვის დანახარჯებიც, მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მოუტანს უდიდეს, ესე ვთქვათ, მოგებას საქართველოს ეკონომიკას. ბულგარეთის რესპუბლიკამ ევროკავშირთან დაახლოებისთვის ბევრი სირთულე დაძლია. ქვეყნის ვიცე-პრემიერი დღეს საკუთარ გამოცდილებას საქართველოს ხელისუფლებას უზიარებს. ინტეგრაციის პროცესი მარტივი არ არის. ბულგარეთმა საკმაოდ რთული გზა განვლო. თუმცა ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ. ვფიქრობ, რომ ბულგარეთის მაგალითი თქვენთვის მისაღებია. თქვენს ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს. საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს ივნისში მოაწერს. ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი სწორედ ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. ხელშეკრულების გაფორმება ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს პროდუქცია ევროპის ბაზარზე ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გაიტანონ.